ლევან ბეიტრიშვილი. გამარჯობა შენ. ლევანმა ბრმაკასტინზე ლედ ზეპელინის ლეგენდარული სიმღერით ყველა მწვრთნელი მოხიბლა. 51 წლის ქართველი როკ მუსიკოსის გამო მწვრთნელებს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. თუმცა კონკურსანტისთვის ბრძოლა ქეთამ მოიგო. აბა როგორ ფიქრობ ვისთან დაგაწყვილებთ? მე მაქვს ეჭვი ვისთანაც დამაწყვიდლებ საფუძვლიანი. ეს იქნება ზურა კალაძე. რატო თავში შემორტყვევით? ვიცი, აბა ეს ორი ბებერი კაცი ხრონცი ერთად დაგვაყენეს და დავჭირდებით ერთად დაეხმარა. თან ძლიერი კონკურენტია და ზურას ბრმაკასტინზე არც ერთი მწვრთნელი არ შემოუბრუნდა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ 4-ვე მწვრთნელი ბროდის ტურნირში მონაწილეობს. თუმცა შესწავლის გამოსვლების საშუალება მათ Wild Card მისცა. ზურა ქეთას გუნდის მე-12 წევრი გახდა და შოუში Wild Card-ით დაბრუნდა. აი იქ იყო ესეთი თეთრი ზეწარი ასე თქვა და ის სილუეტი უკვე რომ დავინახე მივხვდი რომ ეგ იყო ეს ჩემია ჩემთან მე ვირჩევ მამრს არც კი დაუფიქრებული ვარ ვისთან უნდა მიყენებინეთ გითხარი მეში ცოტა რაღაცა მე მგონი არ გაგიხარდა ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მეგობრები ვართ. თან ამავე დროს ლევანეს უცოტა ხანში უნდა იყოს ჩემი მეჯვარე. მე და დავანგრიე, ესე იგი, ოჯახი და რა. ფიქრობ რომ ძალიან გაგიკვირდებათ ჩემი არჩევანი. შეიძლება არ მოგეწონოთ კიდევაც. ოპერატის ფესი უნდა გავხდეთ. ეს იქნება Pharrell Williams. რა ამბავია? რომელია რა? Cause I'm happy. Sunshine, she's here, you can take a break. ცირა არის ლევან, მე მინდა რომ შენ ესე გააკეთო და როცა მეუბნები რომ კი ქეთამას ესეთან მეხურება, მეღადაობა. ესეც მეტყველებს მის პროფესიონალიზმზე. სიმღერა არ გვაქვს ესეც ვოკალური მონაცემების ფეიერვერკი იქნება. თავარია ვაჩვენოთ სული როკ-ენ-როლის. ესე უნდა რა? მოგეხმარო? ჩვენი დუელი იქნება კარგი დუეტი, ასე მგონია რა. ანუ ერთმანეთს არ დავხოცავთ ალბათ. ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება პროექტის დატოვება, იმიტომ რომ კიდევ მინდა რამდენიმე სიმღერა შევასრულო, ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ძირითადად ვცდილობთ რომ კარგი გამოვიდეს და დასამახსოვრებელი ნომერი გამოვიდეს რა. მე ვფიქრობ უბრალოდ რომ უნდა გამოვიდეთ და ჩვენ ჭია გავახაროთ ამ რინგზე. აი იმის იქით რა მოხდება უკვე ნელების გადასაწყვეტი არის. როკ-ენ-როლი მათი ცხოვრების წესი გახლავთ, მაგრამ დღეს ისინი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოპ სიმღერას შეგვისრულებენ. Pharrellis Happy. 90-იანების პოპულარული როკ ჯგუფის წევრი, სამი შვილის მამა ლევან ბეიტრიშვილი. მის წინააღმდეგ მუსიკოსი, რომელმაც ყველაზე მეტად დაწყვიტა გული ბრმაკასტინგის მაყურებელს. თუმცა ის Wild Card-ით დაბრუნდა შოუში ზურა კალაძე. ეს იქნება ძალიან მაგარი რინგი იწყება. It might seem crazy what I'm about to say. Sunshine, she's here, you can take a break. Hot air balloon that can go to space. With the air like I don't care, baby, by the way.
ბრავო. ახლა მე მოუყვანია ხო? შემოგევლეთ. ქეთა, ბრავო, დიდი მადლობა ასეთი ბედნიერი დასაწყისისთვის. ლევანი ზურა! დიდი მადლობა აპლოდისმენტებისთვის, დიდი მადლობა ამარჩეულებრივი ნომერისთვის. რა თქმა უნდა, სანამ ყველაზე დრამატულ მომენტისკენ გადავინაცვლებდეთ. დრამატული მომენტისკენ და ქეთა გააჟღერებდეს თუ ვინ დარჩება პროექტში და ვინ წავა შინ. მე რო წავიდე შეიძლება? შენ წადი კი, მაგრამ მანამდე მოდი ნოდიკო შენგან დავიწყოთ. აჰა. ძალიან მაგარი იყო. თქვენ ბრანდებით ორი პროფესიონალი ძალიან მაგარი მომღერალი და მე აი ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მომეწონა ის რომ ეს იყო გარდასახვა როკ მუსიკიდან პოპ მუსიკაში და ეს იყო ფანტასტიკური. თან ყველაზე მაგარი იყო ის რომ ის თქვენი რაც გააქვთ ეს როკული აქ თავისი რაღაცა პოზიცია ყველაფერი იყო, მაგრამ ამავდროულად იყო გამართული ისეთი პოპ სიმღერა და მინდა მოგილოცოთ და მე არ ვიცი ქეთ აქ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო ეხლა შენ. აუ როკერისთვის რა მაგარი სიტყვები უთხრა, აი როკერებისთვის იდეალური შეფასება იყო, გილოცავთ თქვენ ნამდვილი პოპერლები იყავითო. არა, ანუ მე ვიგულისხმე ის რომ ძალიან ურჭით როკ მომღერლებს სიმღერას სხვა ჟანრი და ეს მეტყველებს მათ უსაზრო ნიჭიერებაზე ეს ვიგულისხმე. ხო, გინდოდა რომ კეთქვა, ეს დავაკონკრეტეთ რა. მიხარიან. ანრი. პირველ რიგში მადლობა ქეთა რომ ასეთი აქტუალური სიმღერა შემოგვიგდე რინგზე. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ეს იყო ქეთას მხრიდან მუსიკალური ექსპერიმენტი, როდესაც ორი როკ მომღერალი მღერის აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში და ვფიქრობ, რომ ესეც იყო შაფიქრებული. ოჩა ასევე შევუერთდები ნოდიკოს აზრს, რომ არ ვიცი აქ რომელს უნდა უთხრა წადის სახლში, რომელი უნდა დაიტოვო. ორივე ერთმანეთზე უკეთესები ხართ და მიმაჩნია, რომ ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტები ხართ. ნამდვილად. როკი ეგრე არ არის, არა? ნუც არ არის გეტყვი. საღამომშვიდობისა, ჩემო ძალიან მაგარო მომღერალო, ეს ცოტა იქნება ახლა ჩემი მხრიდან სასაცილო, რომ გითხრათ, რომ თქვენ ხარ რინგზე ხარ და რომელი უფრო მაგარი ხართ, არა, ეს გამო. არა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. თქვენ ხართ ორი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი. მე უბრალოდ ძალიან really. მე ძალიან წდება გული, რომ დღესდღეობით საქართველოში არ არის შოუ ბიზნესი იმ დონეზე, რომ თქვენ უნდა იყოთ ორივე ძალიან ცნობილი ვარსკვლავები, მაგრამ ვოისაც უღრმესი მადლობა, რომ არის საშუალება, რომ ხალხმა თქვენ გიხილოთ და ისიამოვნოთ. საერთოდ მე თუ მკითხავ, თქვენ უნდა ჟიურიში იჯდეთ აქ. იმიტომ რომ დამაგრები ხართ. ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ ვინკა. რომელ სკამზე ნუცა დააკონკრეტე? ჩემ მაგალითად, მე უთმობ თავისუფლად. მაშინ. უთმობ. შენ მომიჯექი აქ? მოდი ჩიტო, ორივე დავეტევი. ჩვენ ხო მომცრო უკანალები გვაქვს და დავეტევით. მოდი. შეგვიძლია ეს ამოჭერეთ. დავჭდეთ. ბიჭებო. მოდით. დაგიწადით ორივე, აბა თქვენ როგორ არა, ორივე ვერ ჩაეტევა. ჩაეტევა შენ დამიტოვი აქ ესენი. არ შეიძლება ორივე ვერ ჩაეტევა, ანრი. დაუთმოთ კიდე. მოდი, ნოდიკო, შენც მოდი. შენ ჩემთან მოდი. კარგი, მოდი შენ მაინც დაჭექი, მიდი, შენ ვიცი რომ დაეტევი, მარტო დაეტევი. ორივე დაეტევით ახლა ნუ ხარ ასეთი მოგწალებული, აბა. კარგი, კი ბატონო, აჰა. ნუცას სკამზე. არა და მე ვარ მონაწილე. ურა! კარგი, დიდი სიამოვნებით, მე ვარ მონაწილე. ძლივს არ ამოვედი კაცო მიკროფონთან. სო, ჩემი კამანდაა, თუ რა ქვია, ჩემი ის არის. ხო, გამარჯობა. ვენც ხოვოთ, ეხლა მე ვიქნები მორიგი სოუდაგარი, როგორც ყოველთვის, აბა, ვენც ეხლა ვთხოვოთ, რამე დაგვიკრას ნუცასეული. ჯორჯა, ომამა. არა, ესე არ შეიძლება, უნდა დაუკრას ის რაც არ არის მისეული. მისეული რო არ არის, იცი რომელი? არა, მოვიტაცე. არა, ჯერ სახელი და გვარი და წოვანი. არა, მოდი, გაგვეცანი. შენ ხომ გიყვარს? ჯორჯა. ნუცა შანში. მოდი, ჯორჯა. რამდენი ნუციკო, რა სამყარელი გოგობზანდე. ულამაზესი ვინც. რამდენი წლის ბზანდებით ნუციკო? 17? მე 64. ჩვენ ჩვენ ტოლები ვარ. გვეგონა რომ 17-ის ბზანდებოდით. ძალიან კარგად შენახულ ხართ. ხო. რას გვიმღერებ დღეს? მე გიმღერებ დღეს პოპსიკა დოლსის? გამაცას რა. ძალიან ნერვიულობ მართლა რა. ძალიან ნერვიულობ რა ვქნა ძალიან. მონიტორებში ხმა მოგვეც.
ნუცა შემეხმარება წამოხვიდე ჩემთან. რომ მე გუნდში არ მყავს მოდი დარჩი ჩემთან. მე ისიც ბატონი ნოდიკო მეძახის. ძალიან ნერვიულობ, იცი ნოდიკო მაპატიეთ. არა ძალიან ნერვიულობ. არა, ეკაცი შენი ზომა, წამოვიდა. ეხა ქეთა სირდება ჩვენი გულშემატკივრობა, იმიტომ რომ აი ქეთას გულშემატკივრებს, თორემ რჯული ამოხანის წინაშე დგას. დავჯდე ჩემ. კი. შესანიშნავი მოვის. ჩვენი ერიტრიო, ესე იგი. რა კომენტარი გავაკეთო? არ ვიცი, აი იყო ტრიო ვოისი, შემდგარი, ასე ვთქვათ, სტაფილოსფერი და ასე ვთქვათ, ყველანაირად ფერებში. სტაფილოსფერი შავით, ცისფრით. დიახ. მაგრამ ეხლა ძალიან გადავედით სხვა თემაზე. მოდი, მივიღოთ გადაწყვეტილება. სიმართლე რომ გითხრათ, მე ვღელავ დღეს იმაზე, რომ ერთ-ერთი მონაწილე ზუსტად ვიცი, რომ იქნება მოტაცებული. ხვდები? შენ ხვდები ამას? მაგრამ არ ვარ ძალიან, ესე იგი, აი ესეთ ვაიმე ემოციებში, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს ადამიანი დარჩება ჩვენთან ერთად პროექტში. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ 100%-ით და არ ვიცი ვის, მაგრამ ვერ ვიტან უკვე რომელიღაცას. მოდი, შენ გადაწყვეტე. იმიტომ რომ გადადის მოდი, გადაწყვეტილება მიიღე. ჩემი კონკურენტი დღეს შოუში რჩება ლევანი. ლევანი ლოცავ. მაშასე სამი შვილის მამა ლევანი 90-იანი წლების ვარსკვლავი, როკ ვარსკვლავი, ქართული ჭეშმარიტი სინამდვილეებისა და ზურა კალაძე დავრჩა ასე. მოდი ზურა. მოდი. და რა თაობა ვიტექით. არა. ლევანი გამოგვეცალა. კაცი მოვიდა პროექტში და მიდის გაჭაღარავებული პროსტა რას. ერთი წუთი გაქვთ იმისთვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება ზურაკალაძე ვის უნდა თავის გუნდში. წავიდა დრო. და საშიაშვილი მომენტალურად ირჩევს ზურას და მიტაცებს ილოცავ შენ დიდხანს იქნები ჩვენთან ერთად.
ლევან ორივე გილოცავ. ძალიან მაგარი დუეტი იყო, შესაბამისად ორივე მოიცავ. თუმცა დიდი მადლობა, ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო. კეთა შენი ვარაუდი გამართლა აბსოლუტურად. ვიცოდი და ხო აბა მინ გავუშვებდით ეს დამხარს. ნამდვილად. ერთხელ მოგვივიდა და მეორეჯერ აღარ შარ, მესამეჯერ აღარ შევიდა. გილოცავ. პრინციპში სიმართლე რო გითხრა, ძალიან დიდი ეჭვი მქონდა, რომ ერთ-ერთს მოგვიტაცებდნენ. და ძალიან მიხარია, რომ ეს ეჭვი გამართლა. თუ ზურა სჭირდებოდა ეს პროექტი და ამ პროექტს სჭირდება ზურა. ძალიან სჭირდება. ერთმანეთი სჭირდებათ. ძალიან მინერვიული ყელი გამიშრა, მაგრამ შოუ იყო მე მგონი რა, არ იყო ეს კრივი იქ ჩემს და ლევან შორის, კაი დუეტი გამოვიდა სახალისო. მე მგონი მაყურებელმაც ისე ამოვნა და რა ვიცი რა. ეხლა დანარჩენს ეკრანზე რო ვნახო, მე შევაფასებ. ნერვიულობდი ძალიან. ძალიან ყვაყოფილი ვარ, ესე იგი, დღევანდელი გამოსვლით და ნუცა როგორ წამარ ესეთი ნუ რა გვაქვს ესეთი წესებია და წამართვა ესე იგი. არა, მაჩუკე საყვარელო, ესეთი უმაგრესი ადამიანი. გაჩუქე სამწუხაროდ.